საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, გაინტერესებთ რა გელოდებათ მომავალში? მაშინ თქვი შენი სახელი, ჩაიფიქრე შენი სურვილი და კითხე, რა მელოდება მომავალში. და ვნახოთ ჩვენს რა გელოდება. გულში ამოგივიდა ახალგაზრდა ბიჭი. დიდი ინტერესებით დაგიდგა. ამოგივიდა ქალბატონი გათხოვილი, ესეც თითქოს თავზე დაგტრიალებს სიხარულით. ამოგივიდა ჩემო კარგო ახალგაზრდა გოგონა, კარგი მაგიდით. მაგრამ აქ რა ხდება? აქ გიჩანს რაღაცა გზა, ან გზის თაობაზე, რაღაცა საქმე შეიძლება გჭირდება ან გზაზე ფიქრობ, მაგრამ ჯერჯერობით პოსტაში გაქვს და ცოტას ჯავრობ. მამაკაცი ამოგივიდა, ჩემო კარგო, ეს მამაკაცი ფული ამოსდის, თითქოს წინსვლა ელოდება, მაგრამ შენ თითქოს ფეხქვეშა გაქვს მოქცეული ეს მამაკაცი. შენ საქმეებზე ვიღაცა ცოლიან ბიჭთან და ვიღაცა ქალბატონთან გექნება ლაპარაკი. შენი სურვილები რა არის იცი მომავალში? უნდა იყო ძალიან ფრთხილად. ან შეიძლება შენ სურვილებში ძალიან დიდი დარდით დადგე, ჩემო კარგო, ნახე? ან დიდი განცდებით დარჩე, ან შეიძლება ცოტა ავადმყოფობით დარჩე. ამას მოუფრთხილდი. კარგი, მომავალში შენ სურვილებში განცდები, დარდი, ცოტა შეიძლება ავადმყოფობა გქონდეს, ამაზე იყავი ფრთხილად. სხვა არაფერი, უბრალოდ დარდით რჩები, ან ცოტა ავადმყოფურად. ახლა ვნახოთ ახლო მომავალში რა გელოდება. რა არის იცი, აქ ლაპარაკი ამოგდის ვიღაცა უცოლშვილო ბიჭთან. სხვათა შორის ეს ბიჭი თავის თავში ლაპარაკობს, დარდობს, განიცდის, რაღაც არაფერი არ უხარია, ისე გიდგას. შენ ამჟამად ნერვიულობა ამოგდის რაღაცა ამბავზე, იმიტომ რომ პუსტად დგეხარ. აქ ცოტა ხანში შესული მამაკაცი ამოგივიდა რაღაცა ცვლილებით, ახალგაზრდა გოგო კი ცოტა უდარით ამოგდის, ელდით. შენ რა გამშვიდებს, ჩემო კარგო, მალე, ძალიან მალე, რამოდენიმე დღეც შეიძლება ვთქვათ, კარგი მაგიდა გელოდება, ამით გიჩანს დამშვიდება. რა არის იცი, ფული სუკარებს გიხსნის. შეიძლება ძალიან დარდობდე, ნერვიულობდე, მაგრამ შენ წარმოიდგინე, შეხვედრების სიხარული, კარებს გიხსნის ფული, ჩემო კარგო. ღმერთის წყალობა და კიდე ფული გელოდება, ფულები ამოგდის. აქ რას ვხედავ, ჩემო კარგებო? აქ მოულოდნელად რაღაცა ხალხი ამოგივიდა. ხალხმრავლობაში ამოდიხარ. უბრალოდ იყავი ფრთხილად, ვიღაცა უცოლშვილო ბიჭიდან რაღაცა გაპოსტავება არ მოგივიდეს, ან რაღაცა არ გაუპოსტავდეს, რაღაცა პოსტაში დაჯდება ეს პიროვნება. შენ ახალი ამბავი გელოდება რაღაცა სახლის ჭერის თაობაზე და როგორც ასე რითი მშვიდდები, ფულებით მშვიდდები, ფული ამოგდის. ჯერჯერობით და მომავალში კი თავს უნდა გაუფრთხილდე აუცილებლად. ერთით ნახოთ, იქამდე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება. ხო გინდათ, რომ თქვენზე გამოვიდეს ეს გაშლა. ნახოთ აბა. აი, ორი გოგონა, ან ორი ქალბატონი, რომელიც ამ ორივედან დამშვიდება გიჩანს, ორივე ერთად კარგად ამოგივიდა. შენ ავადმყოფური ელდა გაქვს. არ ვიცი, ან ავადმყოფობ, ჩემო კარგო, ან რაღაცა ავადმყოფური ელდები მოგდის, რა დღეში ხარ, ავად ხარ, ან ძალით ავად იხდი თავს.
მოულოდნელობა გელოდება ხანში შესულ მამაკაციდან. ეს შეიძლება იყოს მამა, შეიძლება იყოს ვიღაცის ქმარი. ამოდის ეს მამაკაცი რაღაცა მოულოდნელობად ამოგდის, თითქოს რაღაცა ცვლილებებით ამოგდის. სიხარული გელოდება, ლაპარაკები გელოდება ჩემო კარგო და ახალგაზრდა ბიჭთან სახლის ჭერი და შეიძლება ადგილის ცვლილებაც მოხდეს. აი ესეთი კარტი გაქვს. თუ პირადი კონსულტაცია გსურს, შეგიძლია დამიკავშირდე WhatsApp-ში 557 64 38 91. გემშვიდობებით.